მოგესალმებით. ოკუპანტისთვის ბოდიშის მომხდელი გიორგი ანწუხელიძის გმირობის გამაუფასურებელი საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაწყების დამბრალებელი ოცნება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატში ამხილა. გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიოვმა გააკეთა საგანგაშო განცხადება. კერძოდ, ოცნების მხრიდან ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის, როგორც თავად განმარტავენ, აჩენს პოლიტიკურ სამართლებრივ საფუძვლებსა და სერიოზულ იმედებს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართული მიწის ეს ნაწილიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლქვეშ მოექცევა, რასაც ისინი უკვე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას უწოდებენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას. მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20 წლიანი საქმით კი ოცნება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში მოქმედებს. მოვითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს, რომ ქართული საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე გამართული შეხვედრის შესახებ. ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმის მიერ გამოხატულ პრეტენზიებსა და მათზე ჩვენი მხარის მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით. მადლობა.